სასიამოვნო გარემო, ცოცხალი მუსიკა და ბევრი ცნობილი სახე. კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის განვითარებაში, არც ახლა კარგავს აქტუალურობას. რუსა მორჩილაძის საღამომ ოტიუმში ქართული შოუ-ბიზნესის იმ წარსულში დაგვაბრუნა, რომელშიც მის მიერ შექმნილი სიმღერები ჰიტად ქცეულიყო. არაფერი ისეთი კონკრეტული თარიღი არ არსებობს, უბრალოდ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ შევკრებილიყავით დღეს და კვირა ცხოვრების ცხინვალე დღესასწაული დაგვემთხვა, დიდი მადლობა ამისთვის. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, რაღაცა ინერციით ვეღარ ჩერდება ჩვენი გულები ეთქობა და რაღაცა მტკიდება, რომ იმღერო და სცენასთან კონტაქტი იქონიო. ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ეკა კახიანი და სხვა მრავალი. ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც არაერთხელ შეუსრულებიათ რუსას ღრმაშინაარსიანი სიმღერები. როგორც რუსა მორჩილაძე იტყოდა, ჩვენი წლები სადღაც მიაქვს ქარს. ემოციებით ახსავსე საღამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წლებთან ერთად ვიცვლებით ჩვენს, მაგრამ საზოგადოებაში რჩება ის სიტყვები, რომლებიც ოდესღაც სიმღერება დაგვიკინძავს. ეხა უსმენია და შეიძლება რომ ერთმა თავმა დაწერეს ამდენი არაჩვეულებრივი სიმღერა და ამდენი ჰიტი. ძალიან ნიჭიერია. მე რამოდენიმე მისი ძალიან კარგი სიმღერა მაქვს და იმედი მაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. რუსა მორჩილაძე არის უდიდესი კომპოზიტორი, ქართველი ძალიან სერიოზული მოღვაწე ხელოვნებაში და არა მარტო მე. ნიუ-იორკში, როდესაც მისი რამოდენიმე კომპოზიცია მოვასმენია ჩემ ამერიკელ კოლეგებს, ჯაზმენებს, დიდ მუსიკოსებს, ხელებაწეულებმა ტაში დავიკრეს. მე არა, ტაში დაუკრეს რუსას. და მე ვარ ბედნიერი, რომ რუსა არის ჩემი მეგობარი. და ვიქნები ყოველთვის ბედნიერი, რომ შემძლო მასთან თანადგომა ყოველთვის. რუსა მორჩილაძე არის გენიალური კომპოზიტორი, უამრავი ჰიტის ავტორი. დღეს გაგვაერთიანა კიდევ ერთხელ მომღერლები იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვენახა და მისი სიმღერები გაგვიხსენებინა და გვემღერა სცენაზე და რაც მთავარია, მაყურებელს, ვინც დღეს ესწრება დღევანდელ კონცერტს, საშუალება ქონოდა იმისა, რომ ეს სიმღერები კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ. მე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს, მათ შორის ყველაზე წარმატებული სიმღერა ლელა წურწუმიასთან ერთად არის ეს სიმღერა ოცნება შენზე. უბრალოდ ბიჭები არ არიან დღეს და ვერ ვიმღერეთ ეს სიმღერა. რუსა მორჩილაძე არის ის კომპოზიტორი, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს და ჭირდება მხარდაჭერა და დღეს აქ ვარ. რუსა მიყვარხარ მე შენ.